მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეს გახლავთ ტელეკომპანია პეკატივის საავტორო სამედიცინო გადაცემა ექიმის მონოლოგი. მე გახლავართ ელისაბედ ლიზი კუჭავა, ექიმი, ნუტრიციოლოგი, ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი, ზაქარია როჭიკაშვილის გასტროენტეროლოგიური კლინიკა ესკულაპის ექიმი. შეგახსენებთ, რომ ჩვენი კლინიკა მდებარეობს ქალაქ თბილისში, სულხან-ცინცაძის 73 ნომერში. ეს არის ყოფილი საბურთალოს ქუჩა და იმისათვის, რომ ვიზიტზე მოხვდეთ ექიმთან, საჭირო არის წინასწარ ტელეფონზე შეთანხმება დროის. შეგახსენებთ ჩვენი კლინიკის ტელეფონის ნომრებს, ეს არის 596 34 50 და 593 30 02 33. ასევე მინდა გითხრათ, რომ თქვენი ყველა მოწერილი წერილი იქნება ეს სოციალურ ქსელებში თუ სურვილი, რომელსაც კლინიკაში ასევე ჩვენ ხშირად გვეუბნებით ხოლმე, ან იგივე ტელეკომპანია პეკატივის YouTube არხთან დაკავშირებით რაღაცების მოწერა თქვენთვის ყოველთვის იცოდეთ, რომ აუცილებლად ვაქცევთ ყურადღებას თითოეული თქვენგანის მონაწერს, ყოველთვის ვითვალისწინებთ თქვენ სურვილებს იმისათვის, რომ მომავალ გადაცემებში გაჟღერდეს მათზე პასუხი და აქედან გამომდინარე საზოგადოების შედარებით უფრო დიდი ნაწილი მოითხოვს, უფრო სწორედ გთხოვს და მოითხოვს ჩვენგან აქტივობას, რათა ვისაუბროთ ისეთ ძალიან საჭიროებო და ძალიან აქტუალურ პრობლემაზე, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიო ნუტრიციოლოგიის და მედიცინისათვის, როგორიც არის ჭარბი წონა და გადავწყვიტეთ, რომ თემის აქტუალობა იმდენად მაღალია, რომ არა მარტო ვისაუბროთ ჭარბ წონაზე, როგორც სოციალურ და სამედიცინო პრობლემაზე, არამედ გაგაცნოთ 10 ყველაზე პოპულარული დიეტა, ვეცდებით ყველაზე უფრო ასე ვთქვათ, ადვილად გასაგები ენისთვის, იმიტომ რომ ჩვენი ტელეკომპანიის მაყურებელი ფართო საზოგადოება, რომელიც სხვადასხვა სპეციალობისაა, ყველა მათგანი არ არის, რა თქმა უნდა, ექიმი და შეძლების დაგვარად შევეცდები, რომ ძალიან მარტივი, ასე ვთქვათ, ხალხური ენით ავხსნა ამ კლინიკური რეჟიმების, ასე ვთქვათ, დიეტების თუ სხვადასხვა ცხოვრების წესის მნიშვნელობის შესახებ რაღაცა გარკვეული მარკერები, გარკვეული მნიშვნელოვანი დეტალები გამოვყო, მათ შორის ისეთი დეტალები, რომლებიც საკმაოდ სერიოზულ სამედიცინო გართულებებსაც იწვევს. არსებობს ძალიან ბევრ მათგანზე ძალიან დუალისტური შეხედულება, არა მარტო ექიმების, არამედ უშუალოდ კვების პროდუქტების მწარმოებლების მხრიდანაც, იმიტომ რომ ზოგიერთი დიეტა გულისხმობს გარკვეული პროდუქციების აკრძალვას ან სპეციალური პირობებით მომზადებას. აქედან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ გვესაუბრა იმ 10 ყველაზე გავრცელებულ დიეტაზე, რომელიცაც საქართველოს მოსახლეობა იყენებს. ეს უფრო რეჟიმია კვებითი და არა დიეტები, მაგრამ მათი გამოყენება სტიქიურად, არასამედიცინო დანიშნულებით, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობისთვის შეიძლება არა მხოლოდ სარგებლის მომტანი ან ინდიფერენტული, არამედ ზიანის მომტანიც კი იყოს. ზოგადად მინდა ვისაუბროთ ისეთ გავრცელებულ თემაზე, პირველად როგორიც არის გაცნობიერებული კვება. საზოგადოდ ცნობილია, რომ სხეულის მასის მომატება და მისი ოპტიმიზაცია ზოგადად დამოკიდებული არის ძალიან ისეთი ფართო სპექტრის პრობლემებზე. აუცილებელი არის, რომ გავაერთიანოთ ერთ ჭრილში სხვადასხვა პრობლემა, რომელიც შესაძლებელია გახდეს წონის დაგროვებისა და ისეთი პრობლემის, სამედიცინო პრობლემის, როგორიცაა სიმსუქნის ჩამოყალიბების მიზეზი. რაციონალური კვება, ხარისხიანი ძილი, სტრესის მართვა და სტრესის ოპტიმიზაცია და ასევე მთელი რიგი ინდივიდუალური მეტაბოლური თავისებურება, ეს თავისებურებანი ის 4 ძალიან მნიშვნელოვანი პარამეტრი, რომლის გათვალისწინებაც ჩვენ გვაძლევს უფლებას, რომ წარმატებით ვებრძოლოთ, ავირიდოთ ან დავამარცხოთ ჭარბი წონა. გაცნობიერებული კვება ამ მხრივ წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან პუნქტირს, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც აცნობიერებს თუ რას, როგორ, რა ხანგრძლივობით და რა რიგითობით იღებს, უფრო ადვილად მართავს საკუთარ გადაცდომას წონასთან დაკავშირებით და უფრო წარმატებულად იღებს სასურველ წონას. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი არის კვების აქთან დაკავშირებით ადამიანი იყოს ყოველთვის უფრო მობილიზირებული საკვებზე და მისი გონება არ იყოს დაკავებული სხვა პრობლემებით. ჩვენ გვაქვს საზოგადოდ ცნობილი ისეთი აღზრდის მეთოდოლოგიაში მიდგომა, რომ როდესაც ჩვენ ჭამთ, სასურველია არ ვისაუბროთ, არ ვიფიქროთ სხვა გარშემო პრობლემებზე, თუმცა დღესდღეობით აი ამ საუბრის გარდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა წარმოვიდა, როდესაც ახალგაზრდა თაობა განსაკუთრებით თამაშობს გაჯეტებით მობილურით და პარალელურად იღებს საკვებს. აქედან გამომდინარე, ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს კიდე
ისეთ გავრცელებულ პრობლემასთან, როგორიცაა სტრესის მართვა, შემდგომ მისგან გამომდინარე ძილღვიძილის ფაზების დარღვევით და ძილის ხარისხის გაუარესებით ასევე, იმიტომ რომ მნიშვნელობა აქვს არა მარტო ძილის ხანგრძლივობას, დავუშვათ 6 საათიანი ძილი, 8 საათიანი ძილი, არამედ რამდენად სრულფასოვანია ეს ძილი და როგორია მისი უწყვეტობა, იღვიძებს ადამიანი, ხდება ჩაძინება, გაღვიძება თუ ასე შემდეგ. ხარისხიანი ძილი გულისხმობს დაახლოებით 6-8 საათი, ეს არის დასულ ადამიანზე რა თქმა უნდა გათვლილი ძილს, რომელიც მიმდინარეობს მშვიდი ფაზებით, არ ახლავს მას დაღლილობის და გამოფიტვის შეგრძნება გაღვიძებასთან ერთად და რა თქმა უნდა, კომფორტული უნდა იყოს ასევე ის გარემო, რომელშიც ძილის ფაზები და ზოგადად ძილი ხდება. ეს არ არის მარტო დავუშვათ საწოლი, არამედ ოთახის ტემპერატურა, ჰაერის სისუფთავე და ასე შემდეგ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ადამიანის კვების რეჟიმი, როგორ არის ძილის მიმართებაში დალაგებული. თუ ადამიანი ძილის წინ მაღალ კალორიულ ზოგადად საკვებს იღებს და მით უმეტეს საუბარია ძილის წინ 1-2 საათით ადრე საკვების მიღება, თქვენ მოგახსენებათ, რომ იმ დღეს, როცა ისეთი რამე ხდება, აი დიდი სუფრები, როდესაცაა საახალწლო ზეიმი, ჩაძინება უფრო გართულებულია და თუ გართულებული არ არის, ყოველ შემთხვევაში ძილი საკმაოდ ესეთი ემოციური და გამომფიტავი ხდება და ადამიანმა შეიძლება დილით გაიღვიძოს იმ განცდითად, რომ მას არ ჰქონდეს გამოძინებული შთაბეჭდილება. აი ასეთი ფაზები თუ ძალიან ბევრი გროვდება, ადამიანის ორგანიზმი იწყებს გარკვეულ სტრესის რეჟიმში ცხოვრებას, რაც შესაძლოა მისი დაკომპენსირების მეთოდების ძებნით იყოს შემდგომ დაკავებული და ასეთი ერთ-ერთი მეთოდი არის ის სიამონება, რომელსაც საკვები პროდუქტი ანიჭებს ადამიანს. ზოგადად ჯანმრთელობა ადამიანის ჰოლისტიკური მიდგომაა და ამ ჰოლისტიკურ მიდგომაში ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტად გვევლინება კვება, თუმცა ძალიან ხშირად კვება ნიველირებულია დაავადებებთან მიმართებაში და ფიქრობენ, რომ ჯანმრთელობა მხოლოდ დაავადებების აცილებაა და არ მოიცავს ჯანსაღ კვებას. ემოციური ჭამის ნეიროფიზიოლოგიურ მექანიზმებში ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორი არის დოფამინური, ესეთი დოფამინერგული ჯილდოს გზა, მარტივად რო ახსნათ, მისი დისრეგულაცია, როდესაც სტრესულ და ემოციურ ფონზე ადამიანში აქტიურდება ჭამის სურვილი. მეორე მნიშვნელოვანი არის ის საყოველთაო ცნობილი ნაწლავტვინის ღერძი, რომელიც ასევე სტრესის დროს აქტივდება. სეროტონინული ეფექტი დღეს საკმაოდ ისეთი მოდური და აქტუალურია და ამაზე ხშირად საუბრობენ ხოლმე ბლოგერები და იუთუბერები და თქვენ მოისმენთ, რომ არსებობს მთელი რიგი საკვები, რომლებიც ეგრეთ წოდებული სეროტონინის გამომუშავებაშიც კი გეხმარება. თუმცა არ უნდა დაგვაუწყდეს ერთი რამ, რომ აი ყველაფერი ამის ფონზე იქნება ერთგვარი მანკიერი წრე, როდესაც ადამიანი ცდილობს საკვებით ჩაახშოს, ასე ვთქვათ, ემოციური სტრესი, მართოს საკუთარი გადაძაბვის შეგრძნება, თუმცა ეს შემდგომ თავისთავად კიდე ხდება მიზეზი იმისა, რომ წონის მატება, რა თქმა უნდა, წონის მატებაზე ვსაუბრობ, მიზეზი იმისა, რომ ის ხდება ერთგვარად თვითკრიტიკით გამჭოლული საკუთარი თავის მიმართ, ამას მოყვება მთელი რიგი თვითგვემა, რაღაცა უკმაყოფილება საკუთარი თავით, რაც საბოლოო ჯამში შეიძლება მის პრობლემებში კიდევ უფრო მწვავედ გამოისახოს იმ დონემდე, რომ ასეთი ადამიანი შეიძლება მხოლოდ იმიტომ, რომ მას თავისი სხეული უკვე ისე აღარ მოწონს, მოერიდოს სოციალურ აქტივობებს, საზოგადოებაში გამოჩენას, თავისი საყვარელი დავუშვათ, გარდერობიც კი ჩაანაცვლოს და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი კონცეფცია ჩამოყალიბდა დაახლოებით საუკუნის დასაწყისში, როდესაც შეიქმნა პირველი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა არის ჭარბი წონა. არსებობენ კულტურული პლასტები, ესე ვთქვათ, მსოფლიო ისტორიაში, რომელშიც ჭარბი წონა ერთგვარად ასოცირებული არის სიძლიერესთან და დაცულობასთან. თუმცა დღესდღეობით სულ უფრო ხშირად მეცნიერები საუბრობენ, რომ ჭარბი წონა ერთგვარი ემოციური აბჯარია ადამიანისათვის, სხეულის გაფართოება ზოგ შემთხვევაში ბადებს ფიზიკური უსაფრთხოების განცდას, ასეთი შეიძლება იყოს საკუთარი სხეულით უკმაყოფილების დროს, საკუთარი ცხოვრების წესით უკმაყოფილების დროს და ფინანსური პრობლემების დროს და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე ბავშვთა ასაკში ჩასახულ პრობლემებს. ჩვენ ძალიან ხშირად აღზრდის პრობლემებს ხვდებით პატარა ასაკში, როდესაც მშობლები არასწორად მიუთითებენ ბავშვს იმისათვის, როგორ დაიცვას დაუშვათ წონა, ან და თუნდაც ჯილდოს სახით, როდესაც ბავშვი ხშირად იღებს ესეთი ფოჩენი კამფეტის ეფექტს ვეძახით კამფეტს და მისთვის ასოცირება მოდის, რომ ტკბილეული არის კარგი და მისთვის უნდა იბრძოლოს, რომ მოიპოვოს, ეს შემდგომ დიდ ასაკში უკვე შესაძლებელია გარკვეული პრობლემის სახით გამოიხატოს, რა თქმა უნდა, ჭარბი წონის დაგროვებით.
აქედან გამომდინარე, ჩვენთვის წახალისება და ბავშვის დაჯილდოება არ უნდა გამოიხატებოდეს, მით უმეტეს თუ კამფეტი მოიაზრება როგორც არაჯანსაღი საკვები დღესდღეობით, მაგრამ ძალიან ძნელია ბავშვს წავახალისოთ კარგი ქმედება და ამის სანაცვლოდ მივცეთ ვაშლი. მესმის მშობლების მიდგომაც ტკბილეული პატარებს ძალიან უყვართ და ყოველთვის ჯილდოს სახით უმჯობესია, რომ მშობლებს უფრო უადვილდებათ, რომ სწორედ ტკბილეული შესთავაზონ. თუმცა ყოველთვის უნდა ვიფიქროთ, რა შეიძლება ამან შემდგომში განაპირობოს ბავშვთა ასაკში და ამიტომ მოდით ვეცადოთ, რომ ესეთი ჯილდოს ფენომენი თავიდანვე არ ჩაუდოთ მის გონებაში. საყოველთაოდ ცნობილია, რომ გადაცემები დიეტებს ყოველთვის ახლავს, მაგრამ აი ამ შემთხვევაშიც ინდივიდი უნდა იყოს განწყობილი იმისადმი, რომ არ მოხდეს მისი განწყობის შეცვლა, იმიტომ რომ ცნობილი ექსპერიმენტი არსებობს ესეთი კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ ადამიანები, რომლებიც დიეტური 30-დღიანი რეჟიმის განმავლობაში თუნდაც ერთხელ ახდენენ გადაცნობას, ანუ იღებენ იმ აკრძალულ საკვებს, რომელიც მის დიეტიკაში არ არის მოაზრებული და შემდგომ 12 კვირის განმავლობაში უბრუნდებიან ჩვეულ რეჟიმს, წლის განმავლობაში ჩვეულებრივ უფრო მეტად აღწევენ ხოლმე წარმატებულ კლუბის წონის კლებას, დაახლოებით 4-5 კილოგრამი მინუსით, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც დიეტას ატოვებენ, ან რაღაცა პერიოდით ახერხებენ მის გადავადებას და აი კიდე ერთი ძალიან საინტერესო ქართული ფენომენია ჩვენ საზოგადოებაში ისეთი საყოველთაოდ გავრცელებული ორშაბათის ფენომენი, როდესაც დიეტის დაწყებას რაღაცა კონკრეტულ დღეს ვაპირებ, თუმცა мотиваცია ძალიან დიდ როლს თამაშობს. აი ხა საახალწლო დღესასწაულები ახლოვდება, ახლა არის ზუსტად ის პერიოდი, როდესაც ადამიანი ემზადება პოზიტიური, ნოყიერი და ძალიან ისეთი სადღესასწაულო საახალწლო სუფრისად, რომელსაც წინ უძღვის ხოლმე ძალიან კარგი კორპორატიული შეხვედრები, მეგობრებთან შეხვედრები, საოჯახო წვეულება, მისვლა-მოსვლა, სტუმრიანობა და როდესაც ყველა ცდილობს, რომ უფრო ლამაზად გამოიყურებოდეს და უფრო მოიწესრიგოს, ასე თქვა, საკუთარი გარეგნობა, ამიტომაც ეს პერიოდი საკმაოდ ეფექტურია ხოლმე. ნუტრიციოლოგებმა ხშირად ვიცით, რომ აი ზუსტად ამ პერიოდში პაციენტები ახერხებენ ხოლმე წონის კარგად კორექციას, თუმცა ახალი წლების შემდგომ ცოტა უფრო რთულდება საქმე. იმისათვის, რომ არ ჩამოყალიბდეს ესეთი ნეგატიური ფიდბექი მარყუში, სტრესსა და კვებას შორის, ექიმი ყოველთვის აქცევს ყურადღებას პაციენტის მოსვლისთანავე მთელ რიგ მარკერებს, რომლებიც გარკვეულწილად არის ჩვენთვის მიმანიშნებელი იმისა, რომ პაციენტთან რაღაცა უფრო მეტი დეტალური გამოკითხვაა საჭირო. ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ წონა და სიმაღლე არ არის ამ შემთხვევაში პრობლემა, ჩვენ აუცილებლად უნდა მივმართოთ ანალიზებს, ხშირად საჭირო ხდება ინსტრუმენტალური და ლაბორატორიული კვლევებიც, თუნდაც ვიზუალური დათვალიერების დროს როგორი არის კანის გამუქებული უბნები არის თუ არა, როგორია კისლის გარშემოწერილობა, წელის გარშემოწერილობა, ანუ ერთი და იგივე სიმაღლისა და წონის შემთხვევაში ადამიანის ცხიმის განლაგება შეიძლება განსხვავებული იყოს და აქ იცით, რომ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ აბდომინალურ სიმსუქნეს, სხვადასხვა დროს იცვლებოდა პარამეტრები, ქალბატონში 90 სანტიმეტრზე ზევით, მამაკაცში 100 სანტიმეტრზე ზევით უკვე განგაში ზარებს ვკრავდით, თუმცა დღეს ცოტა კიდევ უფრო დაპატარავდა ეს რიცხვი, ასევე წელისა და თევზის თანაფარდობა და ასე შემდეგ. ზოგადად კვებაზე, ზოგადად ადამიანის საკვების არჩევანზე, ასე ვიტყოდი და რა თქმა უნდა, შემდგომ მის მიმართ გარკვეულ ნეგატიურ დამოკიდებულებაზე და იმაზე თუ როგორ გამოისახება ეს ჭარბი წონის სახით თუ სიმსუქნის სახით, ძალიან დიდ გავლენას ახდენს ორი დიდი სისტემა, ეს არის ჰომეოსტატიკური და ჰედონური სისტემები. აი ჰომეოსტატიური სისტემა ზუსტად ის გრენ-ლეპტინის სისტემა, რომელზეც ჩვენ საუბრობთ ხოლმე ძალიან ხშირად და ვამბობთ ხოლმე, რომ ერთგვარი თერმოსტატის პრინციპით მოქმედებს, სწორედ მაშინ, როდესაც ენერგია იკლებს, ჰომეოსტატიკური სისტემა რთავს იმ ფაქტორებს, რომლებიც იწვევს, ასე ვთქვათ, ენერგიის ორგანიზმში მიწოდებას, სურვილი იმისა, რომ ვიკვებოთ და პირიქით. თუმცა ეს ესე მარტივად არ არის, სწორედ გრელინის და ლეპტინის დონის დარეგულირება ძალიან ხშირად აღწევს სასარგებლო კარგ შედეგებს, გვაძლევს ზუსტად წონის კლების პრობლემის მოგვარების დროს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პროფესიონალის მიერ უნდა იყოს მართული და აი სწორედ აი ამიტომ მინდა გესაუბროთ იმ გავრცელებულ 10 დიეტაზე, მე აქ ამოწერილი მაქვს ის დიეტები, რასაც ჩვენი მოსახლეობა ხშირად იყენებს ხოლმე ცნობილი დიეტებისგან გამომდინარე, აქ არის საუბარი მხოლოდ მსოფლიოში აღიარებულ დიეტურ კვებით რეჟიმებზე და ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დიეტა ამ ბოლო დროს არის, რასაც ცდილობენ გამოიყენონ პალეოდიეტა. ეს არის ერთგვარი ევოლუციური ნეოანთროპოლოგიური მოდელი, რომელიც გვეუბნება იმას, რომ ჩვენი ევოლუციური წინაპარი იკვებებოდა არაპროცესირებული საკვებით, მათ შორის არ გამოიყენებდა თეთრ-დანამატ შაქარს, საღებავებისა და კონსერვანტების შემცველ მთელ რიგ პროდუქტებს.
თითქოს და ძალიან კარგი და ძალიან სწორი რეჟიმია, მაღალ ბიოშეღწევა და ცხოველური ცილების აკრძალვა, არარაფინირებული ცხიმების გამოკლება, ასევე თხილეული შეზღუდვა, ეს ისედაც ვიცით, რომ არც ისე კარგად ისახება ადამიანის ორგანიზმზე. დღეს დაბრუნდა საკვებ მენიუში ცხოველური ცხიმები, დაბრუნდა საკვებში თხილეული, რომელიც ითვლებოდა ერთ-ერთ ესე თქვა ჭარბიწონის გამომწვევად. ძალიან ეფექტურად არის ჩართული უჯრედისიანი დაბალ გლიკემიური ხილბოსნეული, თუმცა მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტები ამოღებულია და პალეოდიეტაც თითქოს ამ პრინციპს მიჰყვება. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად აღწევს პალეოდიეტის დაცვის მერე პაციენტი გლიკემიური კონტროლის დონის კონტროლს, ასევე ანთროპომეტრიული მონაცემების ცვლილების რეგულირებას 2-3 თვიან ჭრილზეა საუბარი, ასევე წესრიგდება მთელი რიგი ლიპიდური სპექტრის ათეროგენული ეფექტურობა, დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის კილება ხდება, თუმცა არის მთელი რიგი თანმხლები ნეგატიური მომენტებისა, რომლებიც ამ დიეტის დროს მოითხოვს ანალიზების გაკეთებას, დროულ ჩარევას და კორექციას. აიმიტომ ამბობ, რომ იდეალური დიეტა ადამიანმა არ შეიძლება თვითონ მოირგოს, თუ მას არ უძღვის წინარე რაღაცა გამოკვლევა, ექიმთან შეთანხმება, იმიტომ რომ თითოეული ეს სისტემები მარტო დიეტებს არ დავარქმევდი მე მათ, ეს არის კვების რეჟიმები, კვების სისტემები, გარკვეულ შემთხვევებისთვის იქნება არა მარტო როგორც კვებითი აკრძალვები და კვებითი დაშვებები, არამედ იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი და იგივე პაციენტს ერთი და იგივე დიეტას უნიშნავთ, უნდა გავითვალისწინოთ დაავადება რა ფაზაშია. ხანდახან თუნდაც კეტო დიეტის გამოყენების დროს ჩვენ უკვე შეგვიძლია ეს დიეტა თავისუფლად შევწყვიტოთ, იმიტომ რომ რაღაცა კორექცია რაც εκεί მჭირდებოდა, რა თქმა უნდა, უკვე დამდგარია. ძალიან საინტერესო გავლენა აქვს ასევე მიკრობიომზე. ერთ-ერთი კიდევ ძალიან საინტერესო და პოპულარული დიეტა ეს არის მედიტერიანული ხმელთაშუა ზღვის დიეტა, რომელიც საბერძნეთ იტალიის მოსახლეობა იკვებებოდა ისტორიულად. თუმცა ამ დიეტაში დღესდღეობით გადაცნებები მაინც ხდება, იმიტომ რომ ენდოგენური პროდუქტები არა მარტო გამოყენების თვალსაზრისით, არამედ მომზადების თავისებურებებითაც უნდა გამოირჩეოდნენ. მე მარტივ სქემას გეტყვით, ერთი და იგივე პროდუქტისგან, მაგალითად ქათმის ხორცი შესაძლებელია სხვადასხვა ერის და სხვადასხვა გასტროკულტურის წარმომადგენელმა აბსოლუტურად განსხვავებული კერძი მოამზადოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხვდებით, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა ეს არ არის მარტო თევზის, წითელი ხორცისა და დაუშვათ მსუბუქი ცხიმების გამოყენება და თან ნებადართული იყო, უпростоრად მათ მენიუში გამოიყენებოდა მცირე რაოდენობით ალკოჰოლური სასმელიც, მაგრამ ეს დიეტოლოგებს ძალიან არ გვიყვარს, იმიტომ რომ მცირე რაოდენობა ყოველთვის არ ესმით ხოლმე სწორად პაციენტებს. პრედიმედის კვლევა იყო ესეთი ძალიან ცნობილი, რომელიც ზუსტად მედდაეტის, ანუ მედიტერიანული დიეტის, ხმელთაშუა ზღვის დიეტის კვლევას ატარებდა. პაციენტები, რომლებიც მას იყენებდნენ, მე არ ვიტყვი მარტო იყენებდნენ, ამ რეჟიმით ცხოვრობდნენ და აღმოჩნდა, რომ კარდიოვასკულარული დაავადებების რიცხვი მათში ძალიან შემცირებული იყო იმ პოპულაციასთან შედარებით, რომელიც საერთოდ არ მისდევდა დიეტას, ასევე გაუმჯობესებული იყო ინსულინისადმი მგზნობელობა და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად კორეგირებული იყო ქოლესტეროლის დონე, რაც თავისთავად იყო გულის იშემიური დაავადების ერთ-ერთი პრედიქტორი. აქედან გამომდინარე, დიეტის ეს სახე ძალიან კარგად და ეფექტურად გამოიყენება კარდიოვასკულარული დაავადებების დროს, არა მარტო ჭარბიწონის თვალსაზრისით. თუმცა ასევე ეფექტური და კარგი შედეგები ჰქონდა ჩვენ სხვა დიეტური სისტემის კარნივორული დიეტის გამოყენების დროს. ეს დიეტა ამოდის იქიდან, რომ ადამიანი ცხოველმჭამელი ორგანიზმია და მის ცხოველური საკვები მის მენიუში აუცილებლად დიდი რაოდენობით უნდა იყოს. ფაქტურად შეგვიძლია გარკვეულ ოპოზიტად განვიხილოთ ვეგანურ და ვეგეტარიანულ სისტემებს შორის. მე არ ვიტყოდი, რომ ესე შეიძლება ეს ორი სისტემა ერთმანეთს დაუპირისპირებთ, ერთმანეთს ასე ვთქვათ, ვიზავი კარნივორული დიეტა და ვეგანურ-ვეგეტარიანული. თუმცა თუ ჩვენ კვების მენიუს გადავხედავთ, ნახავთ, რომ ერთგან პრევალირებს, რა თქმა უნდა, ხორცეული საკვები, მეორეგან მცენარეული საკვები და იქ კიდე მცენარეულ საკვებში უკიდურესი აკრძალვებიც არსებობს ვეგეტარიანულსა და ვეგანურ შორის, აი ეს დამახასიათებელი სხვაობა. მაგრამ ძალიან საინტერესო ქონდა კარნიორულს ის, რომ იგი ეფექტურად ხერს უწყობდა სარკოპლაზმური და მიოფიბრილარული მასის შენარჩუნებას, ეს არის კუნთოვანი მასა. ენერგოდეფიციტის დროს კუნთის განლევა არ ხდებოდა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ზოგიერთი მძიმე აგრესიული დიეტები წონის კლების პარალელურად, თუმცა ცხიმოვანი ქსოვილი იკლებს კუნთური მასას და ეს საკმაოდ ნეგატიური მათი ეფექტია, ასე ვთქვათ, ორგანიზმზე. თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში საკმაოდ ეფექტური სტრატეგიაა წონის კლებისას, მაგრამ გრძელვადიან პირობებში ასოცირებული არის გარკვეულ მეტაბოლურ დისრეგულაციასთან, მიკრობიომის დეგრადაციასთან, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, საკვები მაინც ცხოველურია და ის ვიტამინები და სასარგებლო ნუტრიენტები, რომლებიც მცენარეულ საკვებში ადამიანის ორგანიზმში
ძალიან შეზღუდულად არ პრაქტიკულად არ ხდება. აქედან გამომდინარე, კარნივორული დიეტა ძალიან ეფექტურია, ეს ფაქტობრივად მაღალპროტეინური დიეტის ანალოგია, თუმცა მისი გამოყენების დროს ასევე საჭირო არის გარკვეული კორეგირებები, გარკვეული ჩართულობა, ყოველ შემთხვევაში ხანგრძლივობა უნდა იყოს განსაზღვრული, მხოლოდ სპეციალური ასე ვთქვათ ანალიზის, ანამნეზის მოგროვების და გარკვეული ლაბორატორიული და კლინიკური კვლევების ჩატარების შემდგომ. კეტოზის მეტაბოლური გავლენა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმზე. დღეს კეტო დიეტა ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა საქართველოშიც, მათ შორის, როგორც მსოფლიოში. კეტო დიეტის გამოყენება მოიცავს ისეთ გავრცელებულ სამედიცინო პრობლემებს, როგორიცაა მეტაბოლური სინდრომი, ტიპი 2 დიაბეტი, ნეიროდეგენერაციული დაავადებები, ონკომეტაბოლიზმი, სპორტული მედიცინის ასე ვთქვათ მიმართულებაში ძალიან აქტუალურად გამოიყენება. დაახლოებით 1920 წლიანი წყება ამ კვებითი რეჟიმის გამოყენება, მაშინ როდესაც ეპილეფსიით დაავადებული ბავშვების პრობლემების, მოგვარების, რაღაც ისეთი მოულოდნელი სამედიცინო გამოვლინებების შესახებ დაიდო ინფორმაცია. ექიმებმა დაიწყეს დაინტერესება იმითა თუ რა ხდება მარხვის პერიოდში, როდესაც ბავშვები გარკვეული დიეტური რეჟიმით იკვებებოდნენ და აღმოაჩინეს, რომ მათში ეპილეფსიური დიაგნოზი, რა თქმა უნდა, ყოფილიყო, ეპილეფსიური გულყრების სიხშირე სულ უფრო და უფრო დაკლებული იყო და 1921 წელს უკვე მეოს კლინიკის ექიმი რასელ მორის უაილდერი ამბობს, რომ შეიძლება ეს დიეტური მოდელი შემოტანილი იყოს და გამოყენებული იქნეს ნევროლოგიაში, როგორც ეპილეფსიური პაციენტების მკურნალობისთვის ერთ-ერთი დამხმარე საშუალება, მაგრამ შემდგომში, რა თქმა უნდა, დიეტის ეფექტურობა გავრცელდა, იმიტომ რომ ასოცირებული გახდა გლიკოზირებული ჰემოგლობინის დონის კლებასთან, მაგალითად ტიპი 2 დიაბეტის დროს, ასევე ტრიგლიცერიდების დაბალი ფრაქცია ქოლესტეროლი იკლებს, მაღალი მატულობს და ეს მადის დაქვეითების ფენომენიც ერთ-ერთი საინტერესო გახდა, თუმცა დიეტა არ არის მარტივი დასაცავი. ის საკმაოდ სერიოზულ გადალაგებას მოითხოვს ცხოვრების რეჟიმის პაციენტისგან, იმიტომ რომ მთელი რიგი პროდუქტები მან საფუძვლიანად უნდა შეისწავლოს, რომელი შეიძლება ჩაერთოს, რომელი არა და არის კიდევ ერთი ნახევრად ლეგენდარული გამოვლინება კეტო დიეტის, კეტოგრიპის სახით, რომელიც პირველ პერიოდში აღმოცენდება როგორც ერთგვარი რიკოშეტული ნეგატიური გამოვლინება და აქედან გამომდინარე ესეც რაღაც ისეთი გრიპის მაგვარი სიმპტომატიკით მიმდინარეობს, თუმცა ეპიზოდურია და შემდგომ გადადის. ხშირად კეტო დიეტის მიმდევრები ძალიან ადრეულ სტადიაზე ატოვებენ დიეტას და ამბობენ, რომ ეს დიეტა მათთვის ძალიან ძნელი გასაკეთებელი იყო, იმიტომ რომ ზუსტად აი კეტოგრიპის ნიშნები წამოვიდა. ასევე არსებობს ძალიან საინტერესო დიეტური კონცეფცია, ეს არის Whole 30 Clean Eating, როდესაც დაფუძნებული არის დიეტის ეს მეთოდი საკვების ბუნებრიობაზე და გამორიცხვაზე, ერთგვარი reset კონცეფცია, ანუ გადასტარტების, ასე ვთქვათ, თავიდან დაწყების ორგანიზმში, ფაქტობრივად კვებითი ჩვევების კორექციაც შეხვდება, ხილი და ბოსტნეული, თხილეული, არანაფინირებული ცხიმები ავლენენ ანტიოქსიდანტურ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტს, ისინი ხელს უწყობენ მეტაბოლიზმის რეგულაციასა და გულსიზრდათა დაავადებების, ასე ვთქვათ, გამოვლინებების შემცირებას, ან საწყის სტადიაზე შესაძლებელია მათი შეჩერებაც კი მოახდინოს. ეს არის საკვები, რომლებიც შესაძლებელია შემდგომ პროლონგირებული გამოყენებისას იწვევდეს ისეთ გრძელვადიან რისკებს, როგორც არის კალციუმის დეფიციტი, B12-ის დეფიციტი, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების დეფიციტი, თუმცა დაავადების დროს Whole 30-ის გამოყენება პაციენტებს უფრო უყვართ, იმიტომ რომ იგი არ საჭიროებს ეგრეთ წოდებულ კალორიების თვლას, დამატებული შაქრების შემცირება მნიშვნელოვნად აქ არ არის საჭირო, მაგრამ ითვალისწინებს ფიზიკური აქტივობის გაზრდას და პაციენტების სპეციფიური საკვების პრეფერენციებით, ანუ როცა რაღაცა განსაკუთრებით უყვარს ან განსაკუთრებით არ უყვარს, არჩევას აკეთებენ ხოლმე სწორედ აი ამ რეჟიმის მიმართულებით. რაც შეეხება ვეგანურ და ვეგეტარიანულ კვებას, ძალიან საინტერესოა, იმიტომ ხშირად შეუძლებელი არის გარკვეულ რელიგიურ მწამსთანაც გამორიცხავს ცხოველური წარმოშობის პროდუქტების არსებობას. ჩვენც იცით ქრისტიანულ სამყაროშიც გამოიყენება მსგავსი შეზღუდვები რელიგიური მარხვების პერიოდში. ეხლა ზუსტად ესეთი დიდი პერიოდია ქრისტიანულ სამყაროში, როდესაც წინასაშვებაოთ, ასე ვთქვათ, ვემზადებით იმისთვის, რომ მე შობაზე მოხდეს გახსნილება. აქედან გამომდინარე, აქ არის შეზღუდული გარკვეული სპექტრი საკვების, თუმცა დღესდღეობით სულ უფრო და უფრო რთულია სრულფასოვანი მცენარეული
საკვების მოპოვება, მით უმეტეს, როდესაც ადამიანს დაკავებული ცხოვრების რეჟიმი აქვს და ძალიან ძნელია, ამიტომაც ჩვენი სწრაფი კვების რეჟიმი უფრო ხშირად გულისხმობს ცომეულის მიღებას და მათ შორის ფასტფუდები ხშირად არის ზუსტად ცხოველური საკვების და ცომეულის კომბინაცია, ეს არის ბუტერბროდები, ჰამბურგერები და ასე შემდგომ. თუმცა აქაც საინტერესოა ის, რომ გარკვეული პერიოდის მერე საჭირო ხდება მთელი რიგი პარამეტრების კონტროლი, იგივე ვიტამინი B12, რკინის შემცველობა, რომ არ მოხდეს ანემიის განვითარება და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ეს სისტემა ძალიან ეფექტური არის იმ შემთხვევაში, თუ მას ზედმიწევნით სიზუსტით იცავს ადამიანი, ქრისტიანულ სამყაროში ძალიან კარგადაა დაბალანსებული ხსნილისა და მარხვის პერიოდები, როდესაც ხდება ესე ვთქვათ, ყველიერის მარხვა, როდესაც ადამიანი თითქოს დააგროვებს, იმიტომ რომ დიდხნიანი პერიოდის მერე უნდა მოხდეს დაუშვათ ორგანიზმში ამ ნივთიერების შედარებით შემცირება, მაგრამ როდესაც სულად ვეგანურ და ვეგეტარიანულ დიეტას მისდევს ადამიანი, რა თქმა უნდა, რისკები იქ უფრო მაღალია. ძალიან საინტერესოა low FODMAP დიეტა, ეს არის დიეტა, რომელიც გვეუბნება, რომ ფერმენტირებული ოლიგო, დიდი მონოსაქარიდები და ასევე პოლიოლები მოხმარების მკვეთრი შემცირებას საჭიროებენ ჩვენ მენიუში. ასეთი ადამიანების მიზანი არის, ასეთი ადამიანებისთვის დიეტის გამოყენების მიზანი არის ნაწლავური ფერმენტაციის შემცირება, ოსმოტრონული დატვირთვის კონტროლი და რა თქმა უნდა, ფუნქციური საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივი პრობლემებისა და მათი გამოვლინებების შეზღუდვა და რეგულირება. დღესდღეობით ეს დიეტა ძალიან ეფექტურად გამოიყენება, თუმცა მისმა არასწორი გამოყენებამ შეიძლება გარდა იმისა, რომ რომელიღაც პაციენტთან აგვარიდოს მთელი რიგი უარყოფითი ნიშნები, შესაძლებელია ზოგ შემთხვევაში გამოიწვიოს უჯრედისის ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი. თუმცა low FODMAP-ის ასე ვთქვათ, რაციონალურად გამოყენება ძალიან კარგია გასტროენტეროლოგიურ პაციენტებში, იმიტომ რომ არიდებს პაციენტს ისეთ ნეგატიურ გამოვლინებებს, როგორიცაა მუცლის ტკივილი, ფაღარათი, ყაბზობა, მეტეორიზმი, აირებზე გასვლის შეუძლებლობა ან პირიქით ჭარბი გასვლა და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ის აკრძალვები, რომლებიც ამ დიეტას ეხება, რომ მკაცრი ფაზა შეიძლება 4-6 კვირა გაგრძელდეს და არა დიდი ხანი, შემდგომ კი შესაძლებელია მისი ფაზური გამეორება და რეინტროდუქცია ხდება სხვადასხვა საკვების, ალბათ ეს ყველაზე რაციონალური ვარიანტია და პაციენტებს მოუწოდებ, რომ low FODMAP-ის დიეტის დანიშნვის შემთხვევაში, თუ მათ ისაა დანიშნული, დაიცვან ის რეჟიმი, რომელიც არის და არ გამოიყენონ ბოროტად და არ გააგრძელონ თვითნებურად დაუშვათ წლებისა და მთელი ცხოვრების მანძილზე. არტერიული წნევის სამკურნალოდ თქვენ კარგად იცით, რომ პირველი რასაც მოუწოდებენ ხოლმე კარდიოლოგები, ეს არის სუფრის მარილის შეზღუდვა მენიუში, თუმცა არსებობს ძალიან საინტერესო DASH დიეტა, ეს არის ჰოლისტიკური კლინიკურად დადასტურებული კვების სტრატეგია, რომელიც გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის ნეგატიური გამოვლინებების თავიდან ასაცილებლად, ზოგ შემთხვევაში შეიძლება დასარეგულირებლადაც კი, ან ყოველ შემთხვევაში მაქსიმალური პარამეტრები ნორმის ზღვართან უფრო ახლოა ხოლმე. და ასეთ ადამიანებთან უფრო ნაკლებია ისეთი ნახტომები, რომლებიც შესაძლებელია შემდგომში თუნდაც არტერიული ჰიპერტენზიის ისეთი ცუდი გამოვლინებებით, როგორიცაა კრიზული მიმდინარეობა და ასე შემდეგ გამოიხატოს. DASH დიეტა გვეუბნება, რომ ხილი და ბოსტნეული უჯრედისის კალიუმის, მაგნიუმისა და ვიტამინების მაღალი შემცველობით ძალიან ეფექტურად უზრუნველყოფს ენდოთელიუმის ფუნქციურ ინტეგრიტეტს და მათ შორის ძალიან საინტერესოა ელექტრონული ბალანსის დამყარებაში მათი როლი. ნიტრატები და ანტიოქსიდანტებით მდიდარი, ოღონდ აქ არის ბუნებრივ ნიტრატებზე საუბარი, მწვანე ბოსტნეული ასევე ხელს უწყობს ვაზოდილატაციას, წნევის კონტროლს, ძალიან სასარგებლოა ამ მხრივ კიდევ თევზი, რა თქმა უნდა, ეს ის თევზია, რომელზეც ჩვენ დღესდღეობით ძალიან სევდიანად საუბრობთ ხოლმე ნუტრიციოლოგები, იმიტომ რომ ის სულფასოვანი დადებითი ზღვაში და ოკეანეში გაზრდილი მთელი ციკლის განმავლობაში თევზის ხორცი დღეს არ აგაყინული, მით უმეტეს ქართულ ბაზარზე ცოტა ძნელად მისაღწევადია. და ესეთი პროდუქტები აუმჯობესებენ, მათ შორის დაბალკალორიული ძის პროდუქტები, ორგანიზმში მეტაბოლიზმს და შეიძლება ასოცირებული იყოს არტერიული წნევის მაჩვენებლების დაქვეითებასთან. 2001 წელს ძალიან საინტერესო კვლევა ჩატარდა ამ დიეტის მიმართულებით, როდესაც კარდიოლოგები აქტიურად იყვნენ ჩართული, საკმაოდ დიდი კვლევა მიმდინარეობდა და მან დადასტურებულად გვაჩვენა, რომ სისტოლური მაჩვენებელი დაახლოებით 5.5 მმ ვერცხლისხლისვეტისა შეიძლება ikლებდეს, დიასტოლური ცოტა ნაკლებად დაახლოებით 3 მმ, ეს არ არის ცოტა, როცა საუბარია ნორმასა და ნორმის ზღვარს ზევით ან ქვევით არსებული პარამეტრების შედარება.
თუმცა იმ ადამიანებს, რომლებსაც ნორმალური არტერიული ჰიპერტენზია აქვთ, დაждდით არავითარ შემთხვევაში არ იწვევს მათ ნორმის ქვევით დაქვეითება სამაჩვენებლის, ასევე წესრიგდებოდა ინსულინის ადმირგრძნობელობა, ლიპიდური პროფილი და შესაბამისად წონით კონტროლიც უმჯობესდებოდა, ისევე როგორც სხვა დანარჩენი დიეტების დროს. და ერთ-ერთი საინტერესო დიეტა, რომელიც დღეს ძალიან მოდურია საქართველოში, ეს არის უგლუტენო, ან gluten-free დიეტა, ასე ვთქვათ. ეს არის სპეციფიური სტრატეგია, რომელიც გამოიყენება გლუტენის შემცველი პროდუქტების სრული გამორიცხვით ადამიანებში, რომელთაც აწუხებთ გლუტენის აუტალობა ან ცელიაკია. ეს არის მთელი რიგი საინტერესო პროცესები, მნიშვნელოვანი პროცესები, რომლებიც ორგანიზმში მიმდინარეობს პროტეინი გლუტენის გამოყენების დროს, ადამიანები, რომლებიც მის მიმართ არიან გზნობიარენი, ან რომელთაც აქვთ ცელიაკია, რა თქმა უნდა, შეიძლება ძალიან დიდი ხნის მანძილზე, მათ შორის ზოგიერთი მთელი ცხოვრების მანძილზეც გამოხატავდეს ძალიან ბევრ ნეგატიურ ნიშანს, თუმცა არ იცოდეს ის, რომ ეს დაავადება აწუხებს. სწორედ ამიტომ ჩვენ დღეს ჩვენ გასტროენტეროლოგიურ კლინიკაში გვყავს პაციენტები, რომლებმაც საკმაოდ დიდ, მე არ ვიტყოდი მარტოს დასულ ასაკში, დიდ ასაკში შეიტყვეს თავიანთი დიაგნოზის შესახებ. მოსახლეობის პოპულაცია სხვადასხვა მონაცემებით, სხვადასხვა რაოდენობითაა წარმოდგენილი აი გლუტენის აუტალობისა და ცელიაკიით. ზოგან არის საუბარი, რომ არაცელიაკიური გლუტენის სენსიტივობა ზოგ პოპულაციაში 1%-ზეა, ზოგან 0.5-0.6-ია მითითებული. საქართველოში ეს მონაცემი ჯერ კიდე გამოკვლევას საჭიროებს, იმიტომ რომ სრულფასოვანი და ფართომასშტაბური ესეთი კვლევა ამ მხრივ არ ჩატარებულა. ადამიანი მოდის აბდომინალური დისკომფორტით, აირებზე გასვლის სურვილის შეგრძნებით, მთელი რიგი პრობლემები, მათ შორის შესაძლებელია კლინიკური ნიშნები, ანემიასაც კი მოიცავდეს, კინადეფიციტურ ანემიას, მოდიოდეს პაციენტი გეუბნებოდეს, რომ დაუქვეით და დაუშვათ, ცხოვრების წესი გაუარეს და მეხსიერებასთან დაკავშირებით პრობლემა აქვს და ასე შემდეგ. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი უგლუტენო დიეტის დანიშვნით შესაძლებელი არის მთელი რიგი პრობლემების ჯაჭვურად ალაგდეს, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ დღეს ეს მოდა ძალიან აქტუალურია საქართველოში. უკვე იყენებენ ჯანმრთელი ადამიანებიც, თუმცა მათთან ამის საჭიროება არ არის. დიეტა არ არის იაფასი, იმიტომ რომ ესეთი სპეციალიზირებული პროდუქტები იყიდება სააფთიაქო ქსელებშიც, სუპერმარკეტებშიც, მათი შეძენა უფრო სწორია ალბათ, ვიდრე იმ გრაფიკით მოძრაობა, რომელიც გვეუბნება, რომ აი ეს პროდუქტი არ შეიცავს, ეს შეიცავს. რატომ? იმიტომ რომ აი თუნდაც პურეულის დამზადების დროს, ორცხობილების დამზადების დროს უგლუტენო ხშირად ხდება ხოლმე ესეთი ფაქტი, რომ თუნდაც ჭურჭელი, თუნდაც ინსტრუმენტები, შეიკერის და მიქსერის ფეხები, რომელსაც იყენებენ, შეიცავს გლუტენიანი ფქვილის ნარჩენებს და ზოგჯერ პაციენტში ის მინიმალური რაოდენობა საკმარისია, რომ დავუშვათ ან დიარეა გამოიწვიოს, ან რაღაც პრობლემები. აქედან გამომდინარე ურჩევთ ხოლმე უკიდურეს შემთხვევაში საკუთარი ჭურჭლის ქონასაც, მათ ჰიგიენაზეც განსაკუთრებულ ყურადღებას და იმ საკვები პროდუქტების გამოყენებას, რომელსაც მარკირებით გასდევს ლათინური, ინგლისურენოვანი ან ქართული შეიძლება წარწერა, უგლუტენო, gluten-free და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო და მეათე ესეთი ცნობილი დიეტური რეჟიმი, ყვებითი რეჟიმის სისტემა, მე ვიტყოდი, ეს არის უცვლელი კლასიკა ნუტრიციოლოგიაში, ეს არის ინტერვალური ან დროით შეზღუდული კვება. 24 საათიანი კვების ბუნების საარსებო დროის მანძილზე ადამიანს აქვს ძალიან საინტერესო პერიოდი გამოყოფილი. ეს არის პირველი ნაწილი დღის, რომელიც მან შეუძლია 3 ან 4-ჯერად კვებას მიუძღვნას. მე უკვე ძალიან შორს ვარ იმ იდეისგან, რომ 5-ჯერადი კვება, რომელსაც ხშირად ვამბობთ, რომ ძალიან ჯანსაღია, ყველასათვის ხელმისაწვდომი, იმიტომ რომ თანამედროვე მუშა პროცესში მყოფი ადამიანისთვის ან სწავლის პერიოდში ამ რეჟიმის გამოყენება ძალიან არაპრაქტიკულია. ამიტომ 4-ჯერადი კვება არის ძალიან კარგი, თუ ამას ვახცევთ პაციენტთან და აი ზუსტად აი დღის პერიოდში, დილიდან, სადღაც საღამომდე, საღამოს ჩათვლით, ეს არის იდეალური ვარიანტი იმისათვის, რომ ადამიანმა იკვებოს. აი შემდგომი პერიოდი, ძილისწინარე პერიოდი და ძილის ფაზა, რა თქმა უნდა გამოირჩეოდეს შიმშილით, მაგრამ ინტერვალური შიმშილი გვეუბნება, რომ ეშუალედი შეიძლება კიდევ უფრო გავზარდოთ. კერძოდ, თუ 8-12 საათი შეიძლება იყოს კვების ფანჯარა, დანარჩენი ფანჯარა უნდა იყოს, რა თქმა უნდა, კვების გარეშე. და ადამიანი, რომელიც 9 საათზე იღებს საკვებს და დილით 9 საათზე მიირთმევს, ცდილობს, რომ ეს ფანჯარა თანდათან გაზარდოს. ანუ შიმშილის ფანჯარა, ასე ვთქვათ. ხანდახან მომენტი იმდენად მძაფრია, რომ ადამიანი არა მარტო
ახერხებს დღეში ერთხელ იკვებოს და პრაქტიკულად 24 საათიანი ფანჯარა გააკეთოს, არამედ არსებობენ ადამიანები, რომლებიც წარმატებით ახერხებენ იმას, რომ დღე გამოშვებით საკვები არ მიიღონ. თუმცა, რა თქმა უნდა, ამის პროპაგანდა და მოწოდება, რაც ხშირად ხედავთ ხოლმე სოციალურ ქსელებში, ერთმნიშვნელოვნად არ არის სწორი. მით უმეტეს აი ამ სოციალურ ქსელებს ეცნობა ახალგაზრდა თაობა, რომლის შიმშილის ფაზაში გადაყვანა მე ვიტყოდი, რომ ძალიან სერიოზული შედეგებით შეიძლება, ცუდი შედეგებით, რა თქმა უნდა, გამოიხატოს და ასევე ადამიანებთან, როცა ჩვენ არ ვიცით საწყისი მეტაბოლური ასე ვთქვათ, პასპორტი როგორია, შეუძლებელია ამ რეჟიმის დაწყება, მით უმეტესად ესეთ მჭახეთ იწყებენ ხოლმე და ეუბნებიან, რომ იცით რა, აი დღეს 2 საათის მერე არ მიიღოთ საკვები. ეს ძალიან ძნელია ორგანიზმისთვის თავისთავად სტრესია და როდესაც ჩვენ იმ ასე ვთქვათ, რეციპროკულ ფიდბექზე ვლაპარაკობდით, მარყუჟულ ფიდბექზე, რომელსაც იწვევს ნერვული სისტემის გაღიზიანება, სტრესი, არასწორი კვება და წონის მატება და შემდგომ აი ეს წრე, როდესაც ესე მანკიერად ითვლება, რა თქმა უნდა, ეს ფაქტორი შეიძლება ერთ-ერთი გამომწვევიც გახდეს. ყოველ შემთხვევაში, წონის წლება ნამდვილად დგება ასეთი ფასტინგის დროს, ასეთი შეზღუდვის დროს, ინტერვალური შეზღუდვის დროს, მაგრამ მისი შეწყვეტისთანავე ხანდახან ორგანიზმი რიკოშეტით იბრუნებს დაკარგულ კილოგრამებს. იზღუდება ამ პერიოდში, რა თქმა უნდა, საკვების მიღება, არის სისტემები, რომლებიც გზავნიან ნებისმიერი სითხის მიღებას, თუმცა ჩვენ პაციენტს ურჩევთ ხოლმე, რომ პირველ ფაზაზე ეცადოს, რაც შეიძლება მდორედ და წყნარად გადავიდეს, შუალედები თანდათან უნდა გაიზარდოს, ეფექტურია ესეთი მეთოდების გამოყენება ზომიერი ფასტინგზე ვსაუბრობ შაქრიანი დიაბეტის, ღვიძლის დაავადებების დროს, ეგრეთ წოდებული მაღალი ქოლესტეროლის შემცველობის დროს, როდესაც ადამიანს აქვს გულისშემო დაავადების რისკი, ასე ვთქვათ, და რა თქმა უნდა, ქრონიკული დაავადებების დროს ფარმაკოთერაპიის პარალელურად რეკომენდირებულია სპეციალისტის კონსულტაცია და მისი მეთვალყურეობა. ერთ-ერთი მთავარი შეცდომა, რომელიც ამ დროს ხდება ხოლმე, ეს არის ადამიანმა უნდა გაიაზროს თავისი შიმშილის ფაზის დადგომის წინ, როგორ შეუძლია, რა რესურსი აქვს მის ორგანიზმს და რამდენად უძლებს ის ცნუნებას, როდესაც ადამიანმა იცის, რომ მაცივარში დაუშვათ გემრიელი საკვები დევს, შეძლებს თუ არა ის გადავიდეს ფასტინგზე ერთმომენტიანად. აქამდე რომ მივიდეს, ხანდახან საჭირო ხდება ხოლმე წინარე ფსიქოლოგიური მომზადება მისთვის და მან უნდა დაიცვას მთელი რიგი სისტემაში შემავალი კომპონენტები, მაგალითად მიკრო და მაკრონუტრიენტების ბალანსი, მისი საკვები უნდა იყოს კომპლექსური, ნახშირწყლების ცილების ცხიმების დაბალანსებული რაოდენობით, ასევე უნდა იყოს ნორმალური შემცველობით სხვადასხვა მიკროელემენტები, ვიტამინები და ასე შემდეგ, რომ აი ფასტინგის დადებითი შედეგის წონისკლების მიუხედავად ორგანიზმმა არ დაიწყოს სასიცოცხლო მინერალებისა და ნივთიერების კარგვის გამო რომელიმე ქრონიკული დაავადების, ასე ვთქვათ, ფარულად გამოვლენა. პირველი რასაც მინდა ჩვენ მაყურებლებს ყურადღება გავამახვილებინოთ, რაზეც მინდა ვესაუბრო, ეს არის ის, რომ აი ამ ჩამოთვლილი 10 დიეტური სისტემის გამოყენება, რა თქმა უნდა მიმდინარეობდეს დანიშნულებისამებრ, იმიტომ რომ თქვენ ნახეთ, რომ თითოეული მათგანი გარკვეულ მოდელზე, გარკვეულ кейსზე ვიტყოდი, ან პაციენტის გარკვეულ დიაგნოზზეა მორგებული. მე არ ვიტყოდი, რომ მათი დაწყება არის ექიმის პრეროგატივა, მათი დასრულებაც ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ხდებოდეს და ეს არანაირად არ ემსახურება დაუშვათ იმ მოვლენას, რომ მე მინდა რომ დაუშვათ პაციენტები კლინიკაზე იყვნენ მიჯაჭვული, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა ეფექტური და წარმატებული მართვა, რომელიც არა მარტო წონისკლებას, არამედ ორგანიზმის მთლიანი ორგანიზმის გაჯანსაღებას იწვევს, რა თქმა უნდა, უმჯობესი არის აი ამ ორი მეთოდის ერთმანეთთან შეუღლება. ემოციური შიმშილის ნეიროფიზიოლოგია ძალიან საინტერესოა, როდესაც ადამიანი თვითონ ახერხებს თავისი შიმშილის ფაზების რეგულირებას, მას შეუძლია ცნუნების, საკვების ცნუნების დანახვისთანავე, როდესაც ესეთი დიეტური რეჟიმი ირღვევა, გაიაროს 4-ფაზიანი და შეიმუშაოს სტრატეგია, ეს არის შეჩერების სტადია, აღქმის სტადია, თანაგრძნობის და არჩევანის გაკეთების. თუ იგი ახერხებს, რომ მეტაბოლური მოთხოვნა, კვებაზე, ასე ვთქვათ, ემოციური მოთხოვნა გადაიყვანოს უკვე ალტერნატიულ თვითდამშვიდების ფაზაში და გაიაზროს ეს საკვები მას უბრალოდ სურს რომ მიიღოს, იმიტომ რომ მისი გემო უნდა გასინჯოს, ენატრება, თუ მისი მეტაბოლური მოთხოვნა, თუ ამ კითხვაზე ადამიანი სწორად დასვამს პასუხს და სწორად უპასუხებს, რა თქმა უნდა, წარმატება გარანტირებული იქნება. აქ უკვე ჩვენ ვსაუბრობთ იმ შემთხვევაში, როდესაც წონის კორექციაში პაციენტის ჩართულობა გვემატება და კიდე ერთი თხოვნა მაქვს, როდესაც ჩვენ გვყავს პაციენტი, ოჯახის წევრი ან მეგობარი, რომელიც ებრძვის ჭარბ კილოგრამებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მისი გარემოცვის თანადგომას და პირველ რიგში ეს თანადგომა გარკვეული ემპათიით უნდა გამოვხატოთ.
ჩვენ არ უნდა ვეცადოთ რომ მას საცდუნებლები ქონდეს, თუნდაც ხელმისაწვდომი კარადებში და მაცივარში, არ უნდა ვეცადოთ რომ ამ პერიოდში ხშირად მოვაწყოთ ძიძი წვეულებები, სადაც მას ექნება საშუალება რომ იგრძნოს გინდაც დანაშაულის განცდა, გინდაც გულის წუხილი, თუნდაც გადაცდომა დაემართოს დაუშვათ რეჟიმიდან და ასევე არ უნდა შეუძახოთ, ხანდახან არის ხოლმე რომ წონა ჯიუტდება და ეს წონა არ მოდის ესე ადვილად, მაგრამ შესაძლებელია რამდენიმე დღის, რამდენიმე კვირის გავლის მერე უცბად მოხდეს ამისი კორექცია, აქედან გამომდინარე თანადგომის მომენტს, ასე ვთქვათ, შექების მომენტს ძალიან ბევრი პოზიტიური ეფექტი აქვს, მით უმეტეს თუ პატარებსთან გვაქვს საქმე. და მე მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ წონა, ჭარბი წონა ეს არის ერთგვარი არა მარტო ესთეტიკური, ასე ვთქვათ, ფენომენი, არამედ ერთგვარი ჯანმრთელობის პრობლემაც, თუმცა ყოველთვის ადეკვატურად არ აღიქვამენ ადამიანები, ძალიან ბევრი ადამიანი ნორმალური წონის ფარგლებშიც კი მოიაზრებს, რომ მას პრობლემები აქვს ჭარბწონასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი და მე ვიტყოდი, რომ არც ერთი დიეტა ტანჯვას არ გულისხმობს, სწორად და დაბალანსებულად შედგენილი დიეტური რეჟიმი ბევრად უფრო ადვილი ასატანია და ბევრად უფრო ადვილი, ასე ვთქვათ, წარმატებაზე მისასვლელი გზა არის, ვიდრე ის წარმოგვიდგენია ხოლმე. მინდა ჯანმრთელობა გისურვოთ პირველ რიგში, მინდა გთხოვოთ, რომ შემოგვეხმიანოთ, მოგწერეთ თქვენი კითხვები, ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ თქვენ მოწერილს და კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ გასტროენტეროლოგიური კლინიკა ესკულაპი მდებარეობს ქალაქ თბილისში, სულხან-ცინცაძის 73 ნომერში. ეს არის ყოფილი საბურთალოს ქუჩა და მინდა რომ ყველას ჯანმრთელობა გისურვოთ.